სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდღეს გილოცავთ. სალამი, პატივისცემა და სიყვარული. ბოდიშ გიხდით, რამდენიმე დღეა ვიდეოს ვერ ვდებ, მეგობრებო. ამინდი ძალიან ცუდი იყო, დღეს ცოტა ამინდი რო გამოსწორდა, ვიფიქრეთ თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა. დღეს ანკარიდან ბათინ ძმა ჩამოვიდა სტუმრად. ბათინ, კეთილი იყო შენი მოგზანება. ძმაო, მადლობა მარხა ჩამოვედი, მაგრამ არ ვიცი, კალვი გავაკეთე თუ ცუდი როგორც კი ჩამოვედი. ჩვენს ფერმაში თუ მოხვედი, სუფთად ვერ ივლი. აქ ასია მირებული. მართლა არ ვიცი, ძმაო, მაგრამ ცოტა მნანო, გონი ასე გამოვიდა. ეხა მე კიდევ უფრო გაგანანებ. ეს ყველაფერი ჯერ არაფერია. ტანსაცმელი დაგესვება ტალაფში ამოგავს. რატო? ჩვენი შვილები განებიურებულები არიან, ხო გაიგე? 8-9 საათი ზაში ვიყავი. ანუ ასე არ უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. კი, მოხვედი, მაგრამ ნუ აჭარბებ, ძმაო, უბრალოდ. რასელოდები აქ ეს სამუშაო ადგილია, კომპანია აქ. მე გუნდი ეს ზაღლების ფერმაა. მაშინ კოსტიუმით მოსულიყავი. ისე ლაპარაკობ, თითქოს კერძო კომპანიაში მუშაობს და აქ სუფთად ივლის. რა თქმა უნდა, ჩემი ძმა ხუმრობს, სხვათაშორის ზაღლების წვრთნელია. დიახ. დაახლოებით როდიდან იღებ ტრენინგს? დაახლოებით 1 წელი გავიდა. ძმაო, დაახლოებით 1 წელიწადიდან ნახევარი გავიდა. 1 წელიწადიდან ნახევარი გავიდა. ესე იგი, შენსაც გადააჭარბა? დღეს ჩვენს ზაღლებსაც ცდილობს გაწვრთნას. მათ გაწვრთნას დააკვირდება. მოდით ვნახოთ. გვიხელმძღვანელებს? ეხლა ვნახავთ, მოდი. ეხლა დღეს ჩვენი მთავარი თემა რა არის? ეხლა მეგობრებო, იცით, ეს სკაიბაბა ძალიან ესხმოდა პატარაებს. და როცა მათთან მივდიოდი, ყოველთვის მეშინოდა, ხო ასეა? დღესაც ბათინძმას წვრთნელია, მასაც დავაკვირდები, ნახოთ ამ სკაიზე რა სიზამს. სკაის ვეცდებით, რომ პატარაებთან შევაჩვიოთ, და სკაი ეხლა თავს ესხმის. ამჯერად ვერ უშვებ. რაც შეგვიძლია ვცდით, რა თქმა უნდა, ეს ეხლა რისკიანი იქნება. ძალიან რისკიანია. ნახე, სკაი ჩვეულებრივად თავს ესხმის, ხო გაიგე? მე მჯერა ძმაო, რომ ჩვენ მას შევაჩერებთ. ლეკვებზე აგრესიას ავლეს, დიდ ძაღლებსა და მამრებზე ზოგჯერ თავს ესხმის, ჯიშის მიხედვით ცოტა დომინანტი ძაღლია. დიახ. გააგეთ, ცოტა მკაცრია, ანუ უცებ ბრაზდება, უცებ მივარდება, არასტაბილური ხასიათიას, გაიგე? ეხლა შენ წვრთნელი ხარ. ჩვენ მას შევაჩერებთ, ძმაო. შენ წვრთნელი ხარ და დღეს შენს მითითებებზე დაყრდნობით ყველაფერს გავაკეთეთ, რაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა. კარგი? გენდობი. ეხლა დღეს კალოს ბაბასაც გამოვიყვან. ჩემ კალოსაც უყურეთ, დღეს ჯერ არ გამისეირნებია. გასეირნებას ვაპირებდი, ვიფიქრე ვიდეოში გავასეირნებთ, კი ნამდვილი ლომის ნაშიერია. როგორ ხარ კარლოს? იტალიის ნამდვილი შვილი, ანატოლიის ნამდვილი შვილი, მაშალლა ჩემ შვილს. როგორ ხარ კარლოს ბაბა? ამ თუთას კარლოს ენერგია მოზღვავებული აქვს. კარლოსი სულ ახლახანს გახდა 1 წლის. მე როგორც კი მოვედი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ზაღლი 2 ნახევარი წლის იქნებოდა. მე ასე ვიფიქრე. არა, ჯერ 1 წლისა. ფიზიკას ბოლომდე ჩამოყალიბებული არა, ნახე ბავშვითაა. ხო, ესეა. უკანა მხარეები ჯერ ბოლომდე არ შევსებია. მაშალლა, უმაღლესი ხარისხის, ლეგენდარული შვილია. დიდხანს იცოცხლოს, ძმაო. ღმერთმა დაიცვას იგი ბოროტი თვალებისა და შურისგან. მოდი შვილო ჩემო, მაშალლა ჩემს ლომს. უთხარი შვილო, ამ ვიდეოს ერთი მოწონება მისცენ. მეგობრებო, გთხოვთ ვიდეოს წინ არ გამაწბილოთ. გთხოვთ, მხარდაჭერისთვის ამ ვიდეოს მოწონება, გამოწერა და კომენტარის დაწერა ძალიან გამახარებს. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, არ გამაწბილოთ. გააკეთეთ სიკეთე. ერთი მოწონება დააწყაპულეთ. ხო ასეა, კარლოს? კარლოს, მოდი. მოდი შვილო, თქვენ დააწყაპულეთ მოწონებაზე, მე კი კარლოს გამოვიყვან. წვრთნელო? მასწავლებელო. ეხლა პირველ კარლოს გამოვიყვანთ. გამოვიყვანოთ მასწავლებელო. კარგი? მოდი ცოტა ვატაროთ. კარგია? მას თხებთან მივიყვან. მინდა ვნახო როგორ რეაგირებს თხებზე. როგორ ფიქრობ, თხებს დაესხმება? მე მგონია რომ დაესხმება. ასე ფიქრობ. მე ასე ვფიქრობ, ანუ ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს აპირებს თავდასხმას. რატო ჭკვიანად არ იქცევა? ანუ მგონია რომ ისე არ იქნება, როგორც გალიაში იყო. გონია რომ გარეთ დაგვისხმება თავს, ხო? ჩემს აზრით დაგვისხმება. არ მოიცადე, მოდი ეს კაუჭი ავიღოთ, მოიცადე. ეხლა ეს დუელ კაუჭი საშიშია. ჩარტით შეგვიძლია დავაყენოთ ანუ ეხლა. სინამდვილეში 2-ზე მეტი ჭირდება. სულ 5. დიახ. მაინც ეხლა ჩემი უძლიერესი ხელებით, ჩემი განსაკუთრებული უნარებით მას დავიმორჩილე. კარლოს, მამა, მოდი. კარლოს, ზათხაშვილო. ჰე, ჩემი სიმპათიური ბიჭი. ეს მეგობრებო, გეფიცებით ძალიან რისკიანი ვიდეო გველოდება. ცოტა ხანში სკაის დავესხმებით, იმედი არ იჭუბებს. გაუშვებთ. ჰე, კარლოს ბაბა, შეხედეთ. მაშალლა, ჩემ შვილს. იტალიის ნამდვილი შვილია, მოდი აქ, მოდი. ნელა, შვილო, ნელა. ნელა. მოდი ლომის დაჭერო, მოდი. ძმაო, აი ეს კარლოსი ხო იცი? მოდი ბიჭო, ცოტა კამერისკენ მოტრიალდი. შეხედე ამ კაცის ქარიზმას. მაშალლა ჩემს ბიჭს. მოეფერე, ბათილ, მოეფერე. მაშალლა ჩემი ლომი ბიჭი. ქარიზმის ნამდვილი შვილია, ნახე? ჩემი ლომი ხარ. ცადე ცოტა გაასეირნე. მე მგონია რომ ვიშფო, მეგა და მაინც ეიგრანდვიშტანებს. ეს ხვაშკარა როგორც 2-4. აიღე, მაგრამ არ დაკარგო. მომეცი შენ ძმაო. მე ტრენერი ვარ. უბრალოდ ტრენერი არ გავხდარ. მოდით ნახოთ როგორი ტრენერი ხარ.
ნახე, როცა ტრენერს ეძახი ძაღლი სულ ხვანაირად დგას, ხო ხედავ ძმაო? მოდით კარლოს სეირნობა ვასწავლოთ. კარლოს, მოდი. ის შენ არ გაგასეინებს. შენ გაასეინებ მას. არა, ეს სტრატეგიაა. ესენი სტრატეგიებია. კარგი. მას გაათავისუფლებ ძმაო, ენერგია რო დახარჯოს. კარგი, მოდით სადოთ მასწავლებელო, გაასეირნე ცოტა. ფრთხილად მასწავლებელო. ფრთხილად მასწავლებელო. ფრთხილად მასწავლებელო. მასწავლებელო, შენ ეს აიღე. მოდი კარლოს, მოდი. აუ ძმაო, ვიღაც დაშავდება. აუ, ამაში ძალიან ბევრი ძალაა. გაიგე? ის ჯერ კიდევ 1 წლისა. 3 წლის რო გახდება, არ ვიცი ამას როგორ გავაკონტროლებთ. მაშალა კარლოს. მარკო ამ ბაჭიებსაც გადაილე. მათი სილამაზე აჩვენე. შვილებმა ყველა მზე იპოვეს და როგორ მოდუნდნენ, მეგობრებო. ყველა ირუჯება. დილით გაუშვირო ებოდიალად. 1-2 საათი იბოდიალეს, მერე დავკეტე. ნახე, ჰაიდუტი და დესტანი გადაიღე აქედან. ნახე, დესტანში სიმაღლის სხვაობას ხედავ? დესტანი მასე ცოტა უფრო მაღალია. ჰაიდუტი ცოტა საშუალო სიმაღლის იქნება, მათ შორის ყველაზე დიდი დესტანია. დესტანი. დაიცადე, კარლოს. კარლოს, ცოტა მოიცადე. ვაი, კარლოს. კარლოს, მასწავლებელო, გააკავეთ ის. მასწავლებელო, ავლებელო. ეს უკვე ჩემს ხელში აღარ არის. მასწავლებელო, გააკავეთ ის. მოდი, კარლოს, მოდი. ამ ძავს ვერასწავლი, ამას გეუბნები. ვერასწავლი. არა. უკვე გვიანაა, მასწავლებელო. ეს საკმაოდ გაზრდილა გეუბნები. ესე არ გამოვა. მოდი დღებთან მივიყვანოთ, ნახოთ წარმატებები. მასწავლებელო, ეხლა ხوار დაესხმება. ჩემი აზრით დაესხმება. დარწმუნებული ხარ. მასწავლებელო, მოდი. სწრაფად. ავალ. ეხლა, ხებიც კი ასუ თვალებში შეხედონ ძახს. ეხლა ნახე, თხები. პირდაპირ გაიქცა ძმაო. ნელ-ნელა შეგვიძლია გვერდით მივიყვანოთ. 1-2 თხა არის, თითქოს კარლოს დაუპირისპირდება. ვა! დავიცადოთ, ერთხელ ცადოთ. უბრალოდ თხები პირდაპირ გარბიან, მასწავლებელო. მოდი. ბონჯუკ, მოდი. დაიცადე ბისმილლა. ძმაო, თხებს ცხოვრებაში ესეთი ძაღლი არ უნახავთ. შეხედე ამას. მარტო ბონჯუკი მგონი მაგრად დაიძაბა. რას ფიქრობ? ძმაო, მგონია რომ ბონჯუკი მოვა. დაიცადე, მოდი ვცადოთ. კარლოს, მოდი. კარგი, ნატაშა ჭკვიანი იქნება. დაიცადე, ნახოთ. კარლოს, მოდი შვილა. თხებთან გაგაცნო, მაინტერესებს, მათ თავს დაესხმება თუ არა, მეგობრებო, დიდი ხანი არ გვიცდია. მოდი ვცადოთ. დაგვესხმება, ხო? ნათელია რომ დაესხმება ძმაო, ანუ თხები ეხლა საფრთხეში არიან. ალლაჰ. მოიცადე. სინამდვილეში მე ამას ცხემსის ძაღლად ვაპირებთ. ასე მქონდა განზრახული. დიახ, ძალიან კარგად შეუძლია მთებში წასვლა, ანუ ასე თქვა. თებში რო წავიყვანოთ, გელი რა არის? უთხარი, თუ ლომი გამოვა, ლომსაც დაახჭობს მეთქი. ლომმა რო ეს დაინახოს, უკან დაიხევს. დაიხევს, არა? რა თქმა უნდა. აი მაგას ვაპირებდი ცოტა. შეჩვე ვისაც გვიჭის. მოდი კარლოს. ძმაო, თხები პირდაპირ გარბიან. ნახე. ნეტა თუ გაუშვებდი კარლოს. ჩემს აზრით ეგ ისე გამოვა, ალგის გაშვება მგონი. თამაში ხო არ არის თუ მართლა თავს ესხმის. ეხა პატარა შეიძლება თამაში უნდა, მაგრამ შეიძლება მისი თამაში სხვანაირი იყოს. ხო, არა, მის თამაში ვერ ენდობი. ძმაო, თხები მას უნდა შევაჩვიოთ. კარლოს ბაბა, მაშალა, რაში თამბეჭდავი ძაღლია. შენი ჭილიმე შვილო. ისეთი არ აღებოჩანს. არა? ანუ არა. შენ ვიდეოებში ნახე, რეალურად უფრო დიდია თუ ვიდეოში. ძმაო, რეალობა ვიდეოსთან საერთოდ არაფერ შუაშია. ხო, არა, უფრო დიდია. ძალიან დიდი, ანუ მე ნახე. ფაისანთან ერთად რო იდექი, დავინახე. ამბობ რომ ვირივი დიდია. ხანდახან მის უკან არ მივდივარ რომ არ ჩამატყას, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენი კარლოსი მართლა შესანიშნავი შვილია. ანუ ეხლა ხრების სიმაღლე თავისუფლად 80 იქნება, არა? თავი აქვს შემხელა. ამ საქმეში ჯერ ტანი ჯერ არ ჩამოუყალიბდა და დაალაგდეს. შენ მერე უყურე. ეხლა ისიც რომ შევძლო იმ ბაღში შეუშვა, სადაც მინდა. მოდით გამოვიყვანოთ ის, თორე ხელი ადგილიდან ამომივარდება. მოდი კარლოს. კიდე კისრი ძლივს დავდივა, წარმოიდგინე, წელზეც რო გეკეტოს. ანუ ის საკელო ვერ გაუძლებს. არა, აშკარად თელი ძალით კაჩავს, თელი ძალით. როგორ გაასეირნებ ასე? აქ ცოტა მოვეფერო, გაჩერდი. გალიაში ცოტა მოვეფერო. გაჩერდი, ბათი, შენ ერთი გამოხვედი. მოდი ვნახოთ. კარლოს, მოდი. კარლოსი უყურებს, ვის დაესხას, მაშალა, ნამდვილი ლომია. გაჩერდი. კარგი, ალექს, დამშვიდი რა. დამშვიდი, ალექს. მასწავლებელო, თქვენ შეხედეთ ამ ალექსს რა. მართლა. ალექს სალკე უნდა მივხედა. დაიცადე კარლოსი ჩავკეტო ძმაო. ალექს დამშვიდი, კარლოს გადი. გადადი, მაშალა ჩემშვილს. ნამდვილი ლომი, ჩვენი ალექსი. მასწავლებელო, ნახე როგორ უტევს. დიახ, ალექსთან ეხლა დავკავდებით, ალექსთან.
მე პირველად უახლოვდები ალექს. ხო, ალექს, მოდი შვილო. მოდი. მოდი. ალექს, მოდი. მოდი. ანუ საერთოდ არ მისმენ ხა. ცეთ შეგზევა მაქვს თითქოს ხელს რო ჩავყოფ, თითი გამიქრება. მასწავლებელო, ამას ჩვენს ხვდებით. ანუ შენი სიტყვებით რა სიტყოდი მათზე? აუ, ეს ალექსი აღარ გამოსწორდება. ვინც არ უნდა ნახოს, სულ ამას ამბობ. განათლებისთვის ამე ხო არ შეგვიძლია გავაკეთოთ. განათლება, ამას თუ განათლება დაეხმარება. აჰა, ჰეი, მასწავლებელო, გაიქეცი იქიდან, გაიქეცი. მასწავლებელო. შენზე არ შემოbrunდნენ. კარგი, ახალგაზრდებო, დამშვიდით. ჰექტორ ბაბა, ეხლა იცი რას ვიზანთ. ესენი აქ დაჩეს, მოდი ჩვენ სკაისთან წავიდეთ. კარგი მეგობრებო, კარლოსი გამოვიყვანეთ და მააშალა, ჩემი ლომი. აი ძმაო. ეხლა როცა ვასეინებ ძალიან მიჩის, კარლოსის უნდა შევაჩვიოთ ეზოს, მაგრამ აი გარეთ ყოფ მამზაღლებზე უნდა ვიპოვო გამოსავალი. კარლოსი რო ეზოში გაუშვოთ და შვიდად უყუროთ. სხვა არაფერი მინდა, მართლა. დროის გასვასთან ერთად მონი გამოვა. მამრძაღლებს ეჩხუბება. სინამდვილეში მდედრსაც ეჩხუბება, მაგალითად 100-ას ეწევა. კარლოსაც ზოგჯერ ნერვები ეშლება. ოიცადე 100-ე. მაგალითად 100-ეც კი ფსიქოპათია. აქ, ანუ ყველა ძაღლი, მაშალა. სხვათა შორის მეგობრებო, მოიცადეთ, ცესურს ყურადღება მივაქციოთ. ცესურმაც ალხამდულილლა იცით, როცა პირველად მოვიდა, დიდი ტრავმა ჰქონდა გადატანილი, ეხლა კი შეეჩვია. მისი მდგომარეობა კარგია, ბედნიერია. ეხლა როცა პირველად მოვიდა, ძალიან ეშინოდა. ზრუნვითა და სიყვარულით კარგად შევაჩვიეთ აქაურობას. მაგრამ ეხლა სკაიმაზე ხო არ მიესევა. პირველ რიგში ამას გავაკეთებ ძმაო. ლეკვებს ჩვენ გავაცნობთ, მაგრამ ლეკვები დახურულები არიან. ანუ ლეკვები ჯერ გალიიდან გავაცნობ ჩემი აზრით. ასე გავაკეთოთ. ჯერ გალიიდან მე სიტუაცია ლეკვები დაკეტილები არიან, იმიტომ რომ არ გაგვიხსნია ისინი. მოდი აგერ ტაისონის და აპოლოს ადგილი მოაწესდით მეგობრებო, ეგეც გაჩვენოთ. სკაი ბაბა მალე მოვალ. კარგად ხარ სკაი? სკაი მიხვდა რომ გაუშვებ და აღიგზნო. კარგი ფისტიკი. ეხლა აპოლო იქიდან ხშირად გარბოდა. მისთვის ახალი გამოსავალი ვიპოვე ძმაო. აქ მივაბი. აპოლოს ადგილი ეხლა აქა. მანაც დღეს დილით თავისი სადგომი დაანგრია, გადარეულია სახურავი. ეხა აქედან თავის ნიჭს ვერ ხსნის მეგობრებო. აპოლო მოდი შვიდო, მოდი. მაშალაში. სად არის ეს ლომის ნაჭერი? ტაისონ ბაბა რა მოხდა? ტაისონიც. სიკესინი ავილე. ეს ცოტა კიდე შენ ამას არ მივახლოდე, მასწავლებელო, ნახე. არა მასწავლებელო. მასწავლებელო, შენ არ მივახლოდე ამას, ნახე. ცადე კამერის უკან, მაგრამ შეიძლება უკბინოს, ნახე. ეხლა ტაისონი ცოტა წინ გამოწიე, ჯაჭვით საკმაოდ რა უხანგრძლივია მეგობრებო. ზიკეს ავიგეთ, ეხლა აქ არის მიბმული. ტაისონ ბაბას ამოცანაა კარის დაცვა. ტაისო, რას ამბობს ის შვილო? აუ, რას ამბობს ის? შვილო, მოდი. ტაისო, რას ამბობს ეს? ტაისო, რას ამბობს ეს? ჰა? შვილო რა? აუ, მარლა მოდის ერთი წუთი. მარლა კარგი. ასე რომ ეთქვი, მარლაც დაესხლება. დაიცადე, ტაისონ ბაბა, დაიცადე. ცხალი დაგიღურია ბიჭო. ცხალი დაგიღურია ბიჭო. მოდი აქ, მოდი შეგიყვანა, მოდი. მოდი. სად არის ჩემი ლომი ბიჭო? სად არის ჩემი ლომი შვილი ბიჭო? არგენტინის ნამდვილი შვილი ხარ, მაშალა. შენ სიმაღლეს, აღნაგობასა და დიდებულებას ვენაცვალე ჩემო შვილო. მაშალა, შენზე ბიჭო. იცის რომ უყვართ, როგორ ამაღლებულია, ხო ხედავთ? ფრთხილად მიკროფონს გააფუჭებ შვილო. მიკროფონი არ დაგივარდეს. ჩემი ძაღლები ძმაო იციან რომ უყვართ. ყველა ასე პოზას იცვლის. ეს მდგომარეობა ძალიან მაბედნიერებს, ნახე? ხედავ? ნახე, მაშალა, ჩემს ტაისოს მოიცადე. ეხლა ტაისოს რატო უთხარი ბათის არ მიუახლოვდე მეთქი, თავს ესხმის. ტაისონს უცხოეთთან კარგად არ აქვს ურთიერთობა, მეგობრებო. მას შეჩვევა ცოტა დროს მოითხოვს. მოდი. ნორაც გამოუშვათ. ნორა, აპოლონო, რატო დაანგრიეს სადგომი გიჟო აპოლონო? ნორაც გამოუშვათ, მას გალიაში ჩავსვი, მეგობრებო. ნორას პატარა ოპერაცია ჩაუტარეთ. ბოლო დროს ზაგლებთან იჩხუბა. პატარა ჭრილობა ქონდა, ვეტერინართან მივიყვანე და დაუკერეს. დაახლოებით ესეც 3 დღის წინ მოხდა. ამიტომ დღის განმავლობაში ვკეტავ. ჩემს გარეშე არ უშვებ. შეუძლიათ იჩხუბონ. ვერ გავიგე რატომ მიადგნე ძაღლებიც ნორას. ეხლა თუ დავაკვირდებით, ნორა საერთოდ არ არის აგრესიული ძაღლი, ძმაო, ძალიან ჭკვიანია. არავის არ ესხმის თავს, არაფერს ერჩის. სხვა ძაღლებმა ნეტავ, იმიტომ ხო არ იეჭვიანეს ნორაზე, რომ ძალიან მიყვარს მეთქი, ვერ გავიგე რა ქნეს. განსაკუთრებით ტონი დაიწყო ეს. ნორაზე ცდილობენ თავდასხმას, ეს კი უნებლიეთ ცხოველის თვით დაჯერებულობას არღვევს. ამიტომ ჩემს გარეშე არ უშვებ.
თავზე პატარა ნაკერი დავადებინეთ, ეხლა ალხამდულილlah მდგომარეობა კარგია, მეგობრებო. ჩემ გოს თვალი ეცა. ეზოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ძაღლია. მართლა ძალიან ჭკვიანია. მოусმინე. მე ნორად ძალიან მიყვარს, ძალიან ჭკვიანი გოგო, ჭკვიანი გოგოა. სიტყვას უსმენს, არც ელკობს. ძალიან კარგი ხასიათი აქვს ამ სხეულს. ძალიან კარგია. დამჯერია, მართლა შესანიშნავია. ნახე? აჰა, მარლა მოვიდა ეხლა. მარლა მოდი. მარლა მოდი შვილო. ნახე, მარლასთან იჩხუბეს, ეხლა იჩხუბებე. მოდით უყურებ. მოიცადე ნორა, მოიცადე. ჩემი ცელკი გოგო ხარ რა? რა დაგემართა? ესე იგი დაგესხრენ თავს, ჩემო გოგო. მოდი მარლა. მოდი მარლა, მოდი. მარლა, მოდი. მარლა, ვინ არის ის? ვინ არის ის? ასე ნუ გავაკეთეთ. მარლა, ვინ არის ის, მარლა? აქ სალამათი მოვედი და ეგრეთ წაშვლაც მინდა. ამის გარანტია არ არსებობს. ამის გარანტია არ აქვს. არ აქვს. სადაზვეო არ მაქვს, იმიტომ ამას არ ვფილდები. დაიცადე, ნახო, მარლამ რამე უთხრა მას. ხედავ როგორ აებუძგნა თმა. მარლა ამასთან კონკურენციაში შევიდა. შურს რაღაცა აქვს თითქოს მასში. ალბათ შურიც ამაში ძლიერია, მაგრამ მაგალითად ნატაშას არაფერს ეუბნება. მარლა შენზე ძალიან არის მიჯაჭვული ძმაო. ყველა მიყვარს, მაგრამ ესე იგი ცხოველი რაღაცას გძნობს. ამასთან ეხა კანკორსოებიც დომინანტი ძაღლები არიან, დომინანტი ძაღლები. როტოეილერიც იგივეა. ის კონკურენციაში შევიდა. მოდი მარლა. ნახე, ამ ცოტა საერთოდ არ აინტერესებს. დიდი ალბათობით იმ დღეს სხვა ძაღლებმა წააქეზეს. დიდი ალბათობით ხარ. საქეზებით გააკეთა. იმიტომ რომ მარლაც ასე უცებ არ დაესხმებოდა თავს. არა, თავს ესხმოდა, ადრე ასე აკეთებდა. ეხა შემგუებელი ძაღლია. ეხა დაბერდა და დამშვიდდა ცხოველი. სველი თავისგან აღარაფერი დარჩა, ხმებმა ისიც წააქეზეს. უბედურება მოხდა, მეგობრებო. ტაისონ. გამოუშვა ჩემი ბიჭი. ეხლა გარეთ 20-ზე მეტი ძაღლია. ასე ხანდახან რო არიან ნორმალურია. შენიც ამ 20 ძაღლს შევაჩვიე, რა სიტულეები გამოვიარე. 20 შეჩევამდე. ანუ ადვილი არ არის 20 ძაღლთან საქმე. არა, არ არის ადვილი. თანაც მათი უმეტესობა დომინანტი ძაღლებია. ზუსტად. შენ ნუ უყურებ ამას, რომ პატარა, ეს პატარები უფრო აგრესიულები არიან. ეს პატარა, იგივე პატარები. პრინცესა არ გინახავს ბავში რო შედის, სულ ტონის ესხმის თავს. მე ხო ისინი არ შემომიშვა შენით. ეს პრინცესა რო ესხმის თავს, ეს პატარები კიდევ უარესები არიან. 100, აი ეს. ნახე, მარლა ჩესულს ესხმის თავს. ფრთხილად მარლა. მარლა ძმაო ძალიან დაძაბულია. მარლა ძალიან დაძაბულია. არავის უნდა, მარლა დეპრესიაშია. მარლა, სკაი ბაბა, მზად ხარ? ეხლა სკაი, მოდი წამოგიყვანო შვილო. დაიცადე ერთი წუთი შვილო ეხლა. სკაი მეგობრებო. ბოლო დროს პატარა კამათი ქონდა არესთან. ისევ მე ვარ სპატაშორის, ამას მხოლოდ ვიდეოში არ ვაკეთებ. ვიდეოს გარეშეც ამშვილეთ ყოველთვის ასე ვავარჯიშებ, რომ შეეჩვიო. იმიტომ რომ ეს სოციალიზაციის ეტაპები გარკვეული ასაკის შემდეგ ძაღლებს შორის ძალიან რთულია. ხო ასეა ეხლა. რა თქმა უნდა, სწორია. საგნი უკვე 2-3 წლისაა, ხასიათი რომ ჩამოყალიბდება, ან უკვე ჩამოყალიბებულია. ყველა ერთად ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. სანამ ამას მიაჩვევ ძალიან გიჩის. ადვილი არ არის. მუდმივად ამისთვის ვცდილობთ. აქ ეხლა ძაღლები ყველა ერთად არიან, ამიტომ ვცდილობ ერთმანეთს შევაგუო, რომ ყველა მშვიდად ერთად ისე ირნოს. ეხლა ამას ვცდილობთ. ეხლა მოდი მაგალითად სკაი ჯერ არესთან მივიყვან. მაინტერესებს არეს შეუტერს თუ არა ძმაო. მოდით სადოთ. შემდეგ ჩვენს მართლებს გავუშვებთ. თუ არ გამოვიდა, მხოლოდ დესტანებს გავუშვებთ. ერთი ცადოთ, ნახოთ. აი შენ სკაი აიყვანე. სკაი ბაბა, დაიცადე. ფრთხილად იყავი, როცა სკაი გუს მაღლას წევს. კარგი? მოდი, სკაი. სად არის ჩემი ლომი, ბიჭი? მაშალა მას. ის დიდი ბავშვია. სკაი ძალიან ხარისხიანი ძაღლია, ძმაო. ძალიან ხარისხიანია. უბრალოდ იმ დღეს კეცი დაავა და ოდნო ბეთვი გადმოუვარდა. წამლები და დანამატები მივეცით. კეთილდება ბეთვი ცოტა მოულელი დარჩა, მაგრამ მართლა შესანიშნავი ხარისხის შვილია. მოდი. ნახე არის. არაფერს ეუბნება მასაც. სკაისაც დააკვდი, ნახე ერთი. ნახე დაინახე როგორ წამოიმართა ისე. ხო, მათ შორის ახლა რაღაც ხდება. არესი არ მოსწოს, ნახე. ნახე, თუ მიუშვოთ, ისევ შეიძლება არეს დაესხას თავს. ხედავ, ნახე როგორ გაბრაზდა. არესიც ახლა მას უყურებს. მაგრამ ფრთხილად ვიყავი, არესი ჯაჭვი ცოტა მოშვებული. ძმაო, შეხედე სკაის პოზას და ფიზიკას. ძალიან კარგი ფიზიკა აქვს. მართლა იდეალურია, ნახე. ამას უბრალოდ სათხელად არ ვამბობ. არა, მართლა მისი ფიზიკური მონაცემები. არესის მიმართ ეს მტრობა საერთოდ არ არის კარგი, მეგობრებო. დავიცადოთ, ნახოთ. ანუ ეხლა ის ხელსაყრელ მომენტს ელოდება. ცოტა დაახლოვე. არის, მოდი. მე აქ ვარ. დაესხმება, არა, სკაი. გადადი. არა. არა, სკაი. არა, სკაი, ეცემა გამოწიე. გამოიღე, ხედავ? არც კი უსმენს უარს. საშინელებაა მართლა. აი, ხო ხედავ, უარს საერთოდ არ უსმენს. ეგ არის რომ ჯაჭუს ცოტა უფრო გძელს გაუკეთებდნენ.
მეშინია რომ უცებ შეტევას დაიწყებს. სინამდვილეში ხა ძალიან რისკიან პოზიციაში ვართ. არესის ჯაჭვი თავისუფალია. აქამდე ზუსტად ვერ მოდის. სკაი თუ უცებ გადახტება, ისიც გადახტება. თვეთმა დაგვიფაროს, შეიძლება ერთმანეთს უკბინონ, რომ არ მოხდეს. ანუ აქ თავარი მიზანი რა არის? ძაღლების ერთმანეთთან სოციალიზაცია, მიჩვევა. ყველა ჰარმონიაშია. სინამდვილეში ეს ყველაზე კარგად მაშინ ხდება, როცა თავისუფლად არის. რადგან მაგალითად, როცა ჩვენ ვიჭერთ ძაღლს, ძაღლი ჩვენგან თავდაჯერებას იღებს, უფრო თამამი ხდება და აღარ გვისმენს. შეუძლია დაესხას თავს. მაგრამ ეხლა არის აქედან წავიყვანთ. ამის მიზეზი ისაა, რომ სკაი შეუტევს. ეხლა მოდი არის იმ დიდგალიაში ჩავასვათ. კარგი, რისკზე არ წავიდეთ. იმიტომ რომ როცა სკაის გაუშვებთ, არის დაესხება, მეგობრებო, სხვა გზა არ არის. ბათი ფრთხილად იყავი. მოდი არის. მოდი ეს გალიაში ჩავასვათ. ნეტავ ჩესუს დაესხება. ჩესურიც ხომ ამრია. მოდი არის, მოდი. ეხლა ძმაო, არესი აქ დავაკენეთ. კარგი, არესი აქ დარჩეს, კარსაც დავამაგროთ. სკაი შეუტევს, მეგობრებო. ეგ ცესუს ნელ-ნელა მიუახლოვე. ცესურ, მოდი ბიჭო. შენ ცესუს ნუ იძახებ, სკაით მიდი მასთან, ნახე. შეუტევს მას. ამ თუთას მთელი ყურადღება მასზეა. არესზე არა. დიახ, მთელი ყურადღება არესზეა. არესზე მოდი. მოდი, აქედან ცოტა ყურადღება გადავატანინოთ. ხო, ამას სულ ეგ აქვს თავში. გაიგე? მის მიმართ გაბოროტებულია? ალბათ მათ შორის რაღაც უპირატესობის ამბავია. არესი ამას ისედაც ავიარებს. არესი ისედაც ნებდება, აღიარებს. ეს კი ისე უტევს, ეს უტევს. გეუნები მასზე გადამკვდარია. ვერაფრით გავიგე რატომ მოიქცა ასე. ეხლა პირველ რიგში დესტანისთან მივიდეთ, კარგი? მოდით, ედგალიაში ვცადოთ. შემდეგ დესტანები გაუშვათ. კარგი? შესაბამისად, გავუშვებ ძმაო. ან იქნება ხლავე გაუშვათ, მოიცავ ნახო. ძმაო, ჯესური მოდის. ჯესურს რამე სხვა რუზამს. ეს დავხურო ძმაო, ზედმეტი რისკის აღება არ ღირს. დაიცადე, შენ წადი ვნახოთ. ეხლა თუ წადე, ჯესურის ხელში აკვანა გაიქცევა, ხო მიხდი? გარბის ხო დილითაც ვერ დავიჭირე, ხო? აი ამიტომ. მოდი ნახე. სინამდვილეში მაზლუმს გამოვიყვან, მაზლუმს. მაზლუმის სკაის წინამდე გავაკეთოთ, მეგობრებო. მაზლუმ ბაბა. გახსოვს მაზლუმის მდგომარეობა? კი, როცა პირველად მოვიდა. ნახე, ბათინი ოსმანიედან ჩემთან იყო მოსული. კი, პირველად რომ მოვიდა, მახსოვს, ძალიან ცუდად იყო. გახსოვს, რო? ეხლა შეხედე როგორია. ეხლა ბომბასავითაა, მაშალა. უშიშარიათ, ჩემი შვილი. მოდი. დაიცადე ჯესური ჩვენს უკანაა. დაე, წინ გაგვიძღვეს, მე კი უცებ გალიაში ჩავაგდებ. ერთი წუთით, ნორას თხილად, სკაიზე ხალხო როგორც გითხარით. ვერ გაიგებ რას გააკეთებს, უცებ გესხმის თავს. გაიგეთ? მაგრამ ამჯერად რა ხდება, ვერ ხვდები. ხო, ამ ბაღში დაც ზაღლები ხედავთ, ყველა რიგრიგობით დადის. ამიტომ ის შეუთავსებლობა უნდა მოვაგვაროთ. ცესური მოდის ჩემს უკან. მოიცა საკმაოდ უკან დარჩენილა. წაიყვანე ნახე დესტანებისკენ. წაიყვანე ნახე. რამე სიტყვის. არაფერს ამბობს, ხო? არა, ეხლა არაფერია. აი მაგალითად ცოტა ხნის წინ წავიდა. ერთ-ერთმა მათგანმა უკბინა. ის იმ ადგილასაა მიმული. ეხლა თითქოს თუ გაუშვეთ, არაფერს გააკეთებს. ჯესური ნელ-ნელა მოდის. ჯესურ, გაჩევდი, ჯესურ, გაჩევდი. ო, ჩემო ლომო, ჩემო. მაშალა შენს თავს. ეხლა მეგობრებო, სხვადასხვა ეს ახალი შვილები ცოტა ხნის წინ მოვიდნენ, იცით? ესენი ყველა თავშესაფრიდან არიან, გაჩერდი გოგო, გოგო. გაჩერდი გოგო, გაჩერდი. ერთი წუთი ჩვილო, გაჩერდი. თავშესაფარში წამებასა და ტანჯოს გადამხტარი ჩვენი შვილია ყველა. არესი გაქცეულა. აქცეულა. ეს როგორ გაიქცა შვილო, იქ ხო დაუკეტეთ. როგორ გაიქცა ეს, ა? ხო, იქ დაუკეტეთ. ძმაო, ანუ იმას გადაახტა. იგი ალბათ ომით გადახტა. შვილო, მას მოდი წავიყვანოთ ის ძმაო, თუ გინდა. დაიცადე, ეხა ის არ გადაეშვება. მოდი წავიყვანოთ, მაგრამ ეხა სად დავდო? სად მოგც არიელი გალია? ძმაო, იქიდან გადმოხტა, იმიტომ რომ გალია დავაბი, თქვენ ხო ნახეთ. მე სკაის რეაქცია გავიგე, ანუ შეხედა პირდაპირ მას? ის დაპირ, მე როცა მან შეხედა, მაშინ დავინახე, ანუ იცი, ჩვეულებრივ რას ვაკეთებ? დესტანებს გაუშვეთ, მოიცადე. დესტანის ოთახში შევიყვანო ის, ა? პატარა ოთახში, მაგრამ აქაც კარი არ არის. არის ბიჭო, პრობლემები შეგვიქმენი, როგორ გაიქეცი იქიდან, ა? ა? არის. ცელკი არის. არ გამოვიდა, მოდი ეს ოთხეული გაუშვა, ძმაო, მოიცადე. არის, მოდი. არის, მოდი. მოდი.
მაშალა ჩემს ბიჭს. აუ ეს ნამდვილი ლომია. ნახე ესენი ბოქსიორები არიან. ბოქსიორი ჯიშია. ესენი ბოქსიორი ძაღლები არიან. თან თავითაც უთხრამს. ის ვართა თავით უთხრამს. დაიცადე ნახე ამ 4 ხეულს უშვებ, კარგი? მათ ყურადღება მიარწიე. სკაის დააკვირდი. როცა მოვა, ძალიან უდაძაბავ სიტუაციას, ეცადე. გადით ბავშვებო. ამჟამად სკაის მთელი ყურადღება არესზეა მიმართული. არესზე, არა? დაიცადე არეს ამ ოთახში შევიყვან. დაიცადე პატარო. არეს, შედი შვილო. ძმაო, შვილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა რისკზე დავაყენოთ, რა იცი რა ხდება. რამეს ეუნება ეხლა ლეკვებს. დაიცადე, ეხლა ბაჭიებს ჯერ კიდე თვალი იქ აქვთ. სკაის ცოტა დაასვენი, არ გააღიზიანო. გაუშვი ჯაჭვი გძელი. გძელი გაუშვი. აუ ძმაო, ძალიან აუწიეს ხუდები. სკაისაც არ ვიცი რას გააკეთებს, ვერ ხვდები. მე ვხვდები უბრალოდ. სკაი აქ უკვე თითქმის 10 თვეა. მე თვითონაც კი ჯერ ვერ გავიგე მისი ხასიათი. ანუ ამ თუთას თითქოს არაფერს გააკეთებს, მაგრამ ჯერ კიდე კუდი აწეული აქვს. აი მაგას ვამბობ, ზუსტად ვერ იგებ. ხო ხედავ. აიგე. ტესტანებიც გამოუშვა. ამჟამად პრობლემა არ არის, ჩემი აზრით შეგვიძლია გამოუშვა ძმაო. პრობლემა არ არის. თუ სხვა ძაღლის ზედა ეკვრება და ამას შეუტიოს. გარანტია აქვს. არა. ზოგიერთ რისკს მივიღებთ. ამ ცხოვრებაში რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. კარგი, მოიცადე. არა, მოიცადე. ეხლა გავუში ბათინ, ეხლა გავუში. გამოიღე კაუჭი მისი ყელიდან. გარეთ ვისთანაც უნდა ეჭხუბა, ის ძაღლი ეხლა არ ჩანს, გავუში, ნახოთ. მოდი უყურო ძმაო. სკაი, მოდი. მისი გონება ჯერ კიდევ არესზეა. დაინახა მას ქოხში შევიყვანეთ. არა, ჩვენი მთავარი მიზანი ეხლა ლეკვებთან დაახლოება. ეხლა სკაი, მოდი აქ. ლეკვებზე რაიმე რეაქციას გამოავლეს? თუ არა, მაშინ მუდმივად გავუშვებ. დაიცადე, გალიებთან მივიდა. ფრთხილად. სკაი, ჩიტირისთან არ მიხვიდე. სკაი, მოდი შვილო. სკაიასკის გაკეთება უნდა, ჩემი ლომი ხარ შენ. გენაცვალე, რა მაგარი ხარ. მანქანა. ჩემი ლომი ხარ, გენაცვალე. ხედავ? ჩემი ლომი ხარ, ძალიან რისკიანი ძაღლია. ძმაო, ჟინი, ნამდვილი მანქანაა. შეხედე ამას ერთი. ასე ძმაო, თუნებას დამთავ, მინდა მასთან ერთად ვიმუშაო. აიღე, მაგრამ აქ გავაკეთოთ. კარგი. შენ აიღე იქიდან საბურავი. ამოიღე. ფრთხილად იყავი, არ გიგმინოს. არ გაუშვა, მოიტანე. ჯაჭვი, დაკიდე ჯაჭვი. კარგი, მოიტანე. ფრთხილად იყავი. ეხლა ნახავ, როცა საკითხზე ვამუშავებთ, ძალიან ბრაზდება, ყურადღებით იყავი. სხვა ძაღლებზე არ გადაეკიდოს, მოიტანე. სკაიზმა დაკიდების გიჟია. მოდი ბიჭო. ეხლა ამ სერიაში შეგიძლია თავისუფლად დაკიდება გააკეთო. იქ სხვები ძალიან ყეფენ, ხო იცი? ფრთხილად იყავი ლეკვებთან. კარგი? კარგი ძმაო. ნახე, კარს იკეტავდი ხელით, ბიჭო. შვილო, ფრთხილად იყავი. ძმაო, ძალიან ძლიერია. ვაი, ჩემი ლომი ხარ, ბრავო, სკაი. ბრავო, ჩემს ბიჭს. შენ შჭირიმე, მაშალა ჩემს ბიჭს. ეს მანქანა. აცი ეზევით, აბა? ზალა არ ლამი. ჰეი, ბიჭო, ჰეი. შენ ძვიერი კაცი ხარ. ფეხები მიციდან აიწიოს, აბა ვნახოთ. აბა, ორივე ხელით დაიჭირე, ორივე ხელით. კანგალში რას გაიგებს დაკიდების გაკეთებაში, ა? ჩვენი კანგალები ასე არ აკეთებენ. ჩვენი კანგალები არ აკეთებენ. აციე ორივე ხელით, ორივე. ჰეი, მიდი. და კაცის დაზიანება გამოჩნდეს. მერც შეგწირავ შვილო, მაშალა. ძმაო, ეს არ იგლება, მე მოიტანე, ბოძზე დააკენე საბურავი ან მომეციმე. მომეციმე, ნახოთ, შეუძლებ თუ არა. მოკაჩე. დაიცადე ნორა, დაიცადე, არა ნორა. ჰოპალა ნელა ბიჭო. ნორა არა. ერთი წუთით ჩუბი დაიწყება. ნორა ცოტაც და სკაის დაესხმებოდა, დაიცადე. ნახე ხო? აი ესე. არა, არ ჩაერიოთ. ერთი წუთით. არა. დაიცადე, ბათი, შენ არ ჩაერიო. არა, მოდი. მოდი შვილო, მოდი. სკაისთან არ მიხვიდეთ, მოდი. ეხლა ეს დაკიდების ვარჯიში აღარ გააკეთებინო? ძალიან დაძაბულია ეხლა. არ გააკეთებინო. სასწრაფოდ მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანო. უნდა ავიღოთ საბურავი იქიდან. როგორ გავაკეთო? შენ აიღებ მას, შიგნით შეაგდებ ძმაო.
წინიდან უნდა აიღო და შიგნით უნდა შეადრო ძმაო. გაჩერდი. ანასე, მოდი მე გავაკეთე. შენ აიგებ საბურავს. სკაი, მოდი. აიგე საბურავი, სწრაფად შიგნით შეაგდე. სწრაფად. მაშალა, ქათმებისკენ მიდიოდა ბიჭო. ოჰა. ძმაო, ეს ძაღლი შიგნით გადახტება. ოჰა. ვაუ, მაშალა, ხედავ. ეხა 1 მეტრზე მაღლა ადის. რა 1 მეტრი შულო, ეს მავთული 1.5 მეტრია. ზემოთაა, აი. ეს მავთული 1.5 მეტრია. ზემოთ ადის, თუ მოუნდება გადახტებაც შეუძლია. ძალიან მარკივად გადახტება. ძმაო, სკაი ხო ძალიან გიჟი ძაღლია. მაშალა, ჩემშულს. მოდი კიდე ცოტა ყურადღება გადავატანინოთ. სკაი, მოდი. ეხა მეგობრებო, ჩვენი შთაბეჭდილებები ლეკვთან დაკავშირებით შესანიშნავია, ძმა, არც ერთ ლეკვს არ დასხმია თავს. ეს რას ნიშნავს? სინამდვილეში აპოლონის უნდა ვცადოთ. მათზე თავდასხმას დაიწყებს. აპოლოც ძალიან მკაცრი ძაღლია. სკაი, მოდი. ახე, ჰაიდუტებს არაფერს ეუბნება. კონი ახლა ეზოში თავისუფლად შეგვიძლია გაუშვოთ. გაიგე? ამჟამად ასე ვფიქრობ. მოდი ცოტა აქ დაუძახოთ. სკაი, მოდი. სკაი, მოდი. სკაი, ჯერ კიდევ საბურავითაა გართული. საბურავის პრობლემა აქვს, არა? დაუჯდებ ნახო. იცი რა თუ არ მოვა ახლა. გონია რომ ამჯერად დავაბამ. მოდი დაჯექი ვნახოთ. ჰაიდუტ, სათხარ, იდუტ. ჰაიდუტ. აჰა, სკაი მოდის. ეხლა არავის მოეფერო. რაგი არავის მოეფერო. სკაისაც არ მოეფერო, უბრალოდ გვერდით ხავდეს. ეს ერთ წამში ამჯერად თუ შეეხები, ეგრევე იძაბება, ქოქდება, ჰოპ. საერთოდ არ აქვს პრობლემა. არავის მოეფერო. ეხლა ეს ჯიშები ზოგადად ძალიან ეჩვიანები არიან, მეგობრებო. პატრონზე ძალიან მიჯაჭულები არიან. პატრონზე ძალიან ეჩვიანობენ. სინამდვილეში ესენი ისეთები არიან, როგორც სახში მოუსვენარი ბავშვი, ხო ასეა, სკაის გულისმო. სახში ერთადერთი ბავშვია მოუსვენარი. ცელკი და განებიურებული, ხო მიხვდი? საუბარი მასზეა. ეს იმიტომ რომ ისინი ასეთები არიან და ვერავისთან გიზიარებენ. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ცხოველები ჯოგში გაზრდისთვის ძალიან შესაფერისი არ არიან. ეს არის ძაღლი, რომელიც მარტო უნდა გაიზარდოს. ხო, ეხა იყოს მაგალითად ცხვილი ყავდეს, კარგი. მაგრამ როცა ამდენი დომინანტი ჯიშის ერთად გაზრდა სტილობ, ასეთ პრობლემას აუცილებლად შეხვდები. ეს სრულიად ნორმალურია. ანუ კი, გაიგე? დამჯერიებიც არიან. 10-დან 3 შეიძლება მოუსვენარი გამოვიდეს, ცოტა იღბალზეა დამოკიდებული. მაგრამ ეხლა ჩვენი საერთო აზრით, ნახე, ყველას მივაჩვიეთ. მდგომარეობა კარგია, მთავარია რომ ლეკვებს არ დაესხას თავს, ეგ საკმარისია ძმაო. ძაღლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, უბრალოდ ეჩვიანობა არ ყოფილა. ხო, არეზია გაბრაზებული, არეზი არ უყურს, არეზის გარეგნობა არ მოსწოს, თუ ხმა არ მოსწოს, არ ვიცი. მაგაზია ფჩაციკლული, ხო, მიხვდი? ნორა, მაგრამ ეს ნორა ძალიან მომეწონა. ნორა მართლა. შეხედე, ანუ ბაღში გაზრდაზე რო არაფერი თქვა, ჩემი აზრით ნამდვილი სახლის ძაღლია. დიახ. ხოლო იმიტომ რომ დიდი ზომისა. ხო, ცოტა დიდია. მაგრამ ხასიათითაც ჭკვიანია. ძალიან ჭკვიანი, ანუ. ჯეგის ეჭვიანობს, უკნიდან უყურებს. ჯეგი ოსმანიესთან შედარებით როგორი გამოვიდა? ჯეგი ოსმანიესთან შედარებით? გასუკებულია რა? ეგ ჯეგი შეხედე ძმაო. ფეხები ერთად აქვს. აქ შეხედე, მაშალა შვილო. გაბერილ ხარ ბიჭო, გაბერილ ხარ თავისუფლად. 20 კილოზე მეტი გაქვს, უფრო მეტიც კი. დიდი გახდა ჭამით. სკაი. მოდი შვილო. წადი ჩემო ლომო, ირბინე. მაშალა, მოდი აქ. მოდი, ჰეი. 1, 2, 3. ოპალა. მაშალა შენ. 1, 2. ჰეი, კიდე ცოტა. ჰეი, ჰოპ. არა, 100-ე გაჩერდი. მოიცადე. მე ძალიან მომწონს, მე ზუსტად ესეთი ძაღლები მიყვარს. ენერგიული, ათლეტური. შოუს დადგამს, გესმის? შოუს დადგამს. არა ესე, სკაი ბაბა. დავგი მეგობრებო. დღესაც სკაის სოციალიზაცია მადლობა ღმერთს წარმატებით დასრულდა. რაღაცა ზედმეტად არ უნდა გააჭიანურო. ხო, ზომიერად. შემდეგ შეიძლება რაღაც არასწორად წავიდეს. ამის შემდეგ როცა შეეცდები მიაჩვიო, სერიოზულ სიკვდილებს შევდები. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე ლეკვებს არაფერი დაუშავა. ერთადერთი პრობლემა არესთან გვაქვს. თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ და არესთან ერთად წადოთ ამის მიჩვევა. ანუ ეს ისეთი რამ არ არისო, ვერ მიეჩვიოს, ფიქრობ მიეჩვევა. ის მიეჩვევა. მე იმას რომ მიეჩვევა 20% ვაძლევ, რომ ვერ მიეჩვევა 80%. მე მჯერა რომ მიეჩვევა. ხოი. მაგრამ ძალიან ამბიციური ძაღლია, ანუ აუ, შეხედე აქ. ოპალა, ნელა, ბიჭო. ბიჭო, მანქანასავითა. მაშალა ჩემშვილს რა. მაშალა ჩემშვილს. სინამდვილეში იცი რა ბათი, მე ამას ძველ საფლავთხელ ტაისონს ვამსგავსებ. დიახ. აქ ნაგოს. ფიზიკა. არა, სტრუქტურაც გავს, ანუ ხასიათიც გავს. ხასიათი არ გავს კაცო. ტაისონი რო იყოს ეზოში ერთ ძაღლსაც არ დატოვებდა, ყველას დაესხმებოდა, გიჟია. ტაისონივით ამბიციურია, ანუ იმ საკითხში.
კი, რა თქმა უნდა, გავს, მაგრამ ეგრე ძალიანაც ნუ იტყო. ალბათ შენ ტაისონი ნორმალურად არ გინახავს, სამარხის მუშაობ. ერთხელ ნახე. მას კარგად არ გინახავს, ამიტომაც ესე ლაპარაკობ. ტაისონი რო იყოს, ვისაც შეხვდებოდა, ყველას დაესხრებოდა, შეშლილი იყო. მაგ საკითხში ძალიან მებრძოლი იყო. როგორც გითხარით, თუ გინდათ ისიც არესთან ერთად კომენტარებში დაწერეთ, მეგობრებო, იმასაც გავაკეთებთ. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიცდათ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იკავით, ნახვამდის. ჯამთელად იყავით, მეგობრებო.